პროფესიონალები კომერსანტზე ირაკლი მაკალათიესთან ერთად. გამარჯობათ, მოგესალმებით. კომერსანტის პირდაპირ ეთერშია გადაცემა პროფესიონალები. მე მისი წამყვანი ირაკლი მაკალათია გახლავართ. დღევანდელი დღის გადაცემის სტუმრები იქნებიან ბატონები ლევან ფავლეიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის წევრი და AISET-ის კვლევითი ცენტრის მკვლევარი და ბატონი მათე გარდავა, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის დამფუძნებელი, ეკონომისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემასაც შეეხება ეს გახლავთ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა და მისი ეკონომიკური შედეგები. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში სემეკმა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო 2015 წლის 3 სექტემბრის საჯარო სხდომაზე დადგენილება, რომელიც 2016 წლამდე იქნება ძალაში. მცირე მიმოხილვას გავაკეთებთ ამ ზღვრულ ტარიფებთან დაკავშირებით. ეს არის, რომ თბილისში 101 კილოვატ-საათის ჩათვლით მოხმარების ტარიფი განისაზღვრება 11 თეთრით, 101-დან 301 კილოვატამდე 14 თეთრით, 301 კილოვატ ზემოთ უკვე 18.2 თეთრით. რაც შეეხება რეგიონებს, აქ 3.95 თეთრით გვაქვს ზრდა. ენერგოპროკ თავაზობს ტარიფებს, შემდეგ ტარიფებს რეგიონებისთვის. ეს არის 101 კილოვატ-საათამდე 12.9 თეთრი, 101-დან 301 კილოვატამდე 16.9 თეთრი, ხოლო 301 კილოვატიდან ზემოთ 21.55 თეთრი. რაც შეეხება მის ეკონომიკურ შედეგებს, შეიძლება მოკლედ ვთქვათ ის, რომ ელექტროენერგიის ტარიფის და გამოიწვევს, რა თქმა უნდა, ფასების დას ქვეყანაში, პირდაპირ პროპორციულად გააძვრებს ის სამოხმარებლო საქონელს, რომლის წარმოებაშიც იყენებენ დენს, იმ პროცენტული წილით, რა პროცენტული წილით უჭირავს ელექტროენერგიას მოცემული პროდუქტის წარმოებაში. მეორე ფაქტი ის, რომ მოიმატებს ფასები მომსახურების სფეროში, იმ სფეროში, იმ წარმოებისთვის, ვინც იყენებენ ელექტროენერგიას. არა პირდაპირ გზით, მაგრამ გაძვრება მოხდება სხვა პროდუქტების, მაგალითად, თავად სხვა მეწარმეები, რომლებიც თავიანთ წარმოების პროცესში მოიხმარენ გაძვრებულ პროდუქტებს. ისინი იძულებული იქნებიან გააძვრონ შესაბამისად მათი პროდუქციაც, ვინაიდან მათი პროდუქციის თვითღირებულების ფასიც მოიმატებს. და კიდევ ბოლო ერთი ფაქტი, დამატებითი ფაქტორი ფასების ზრდის არის ის, რომ ფიზიკური პირი შეიძლება საერთოდაც არ იყენებდეს ელექტროენერგიას, დენს, მაგრამ მაგალითად სოფლის მეურნეობაში, მაგრამ ის მომხმარებელია გაძვრებული პროდუქტის, ჩვეულებრივ მომხმარებლად შეიძლება მივიჩნიოთ და მან უნდა შეიძინოს გაძვრებული საქონელი, ამიტომ ის მიერ წარმოებული პროდუქტს რომ ფასი მოემატოს, ეს სავსებით რეალისტურია და შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება ვივარავდოთ კიდევაც მისი პროგნოზი. ამ მხრივ რომ იზრდება ჩვენი ელექტროენერგიის ტარიფი, მნიშვნელოვანია განვიხილოთ თუ რა ელექტროენერგო რესურსი გააჩნია ქვეყანას, რისი შესაძლებლობა აქვს საქართველოს წარმოების მხრივ და შეიძლება თუ არა ამ პრობლემის გადაჭრა ადგილობრივი საქართველოს ელექტროენერგო რესურსების ეფექტიანად გამოყენების მხრივ. მე მინდა პირველი კითხვა დაუსვა ბატონ ლევანს. ბატონ ლევან, თქვენი აზრი გვაინტერესებს, რამდენად არის აქვს შესაძლებლობა საქართველოს გახდეს ელექტროენერგო დამოუკიდებელი ქვეყანა და იძლევა თუ არა მის შესაძლებლობას ის მდინარეების და იმ წყლის რესურსი, რაც საქართველოს დღესდღეობით გააჩნია. გამარჯობათ, ირაკლი, გმადლობს მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, იძლევა, იმიტომ რომ საქართველოს ჰიდრორესურსების ოფიციალური ინფორმაციით საქართველოს ჰიდრორესურსების დაახლოებით 1/5-ია მხოლოდ დაწესებული. ამდენად ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი ჰიდროენერგეტიკაში, რომელიც გამოყენებული არ არის და რომელსაც შეუძლია რომ ნამდვილად შეცვალოს საერთო სურათი. მაგალითად რომ მოვიღოთ, ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ მაგალითად არის ქვეყნები, რომ ეს ჰიდრორესურსები სეზონურია და ამიტომაც ის ვერ შეძლებს მაინც რომ ჩვენი მოხმარება დააკმაყოფილოს. თუმცა ასეთ ქვეყნები არსებობს, რომლებიც სრულად ჰიდრორესურსების გამოყენებით არიან, მაგალითად ნორვეგია, რომელიც თავისი ელექტროენერგიის 99.3%-ს იყენებს ზოგადად ჰიდრორესურსებს. ასე რომ ჰიდრორესურსების ათვისება არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა უნდა გავუსვათ ერთ საკითხს ხაზი, რომ
ელექტროენერგეტიკული დამოკიდებულება ჩვენ შეიძლება მივახციოთ ორი გზით. ერთი არის რომ ჰიდრორესურსები ავითვისოთ და აგრეთვე პარალელურად ავითვისოთ თბოელექტროსადგურებით და თბოელექტროსადგურებისგან გამომუშავებული ელექტროენერგიით დააბალანსოთ ჩვენი მოთხოვნა. და შესაბამისად ჩვენ საბოლოო ჯამში რომ შევხედოთ გამომუშავებას, ჩვენ შეიძლება იმპორტი ელექტროენერგიის არ დაგვჭირდეს. თუმცა ასეთ პირობებში როგორც ჩვენ გვაქვს მაგათად აი როდესაც ლარი უფასურდება ეს მაინც გამოიწვევს ტარიფების დას, იმიტომ რომ გაზი ჩვენ გასყიდულობთ აზერბაიჯანისგან, ეს კონტრაქტები არის დოლარში და შესაბამისად თბოელექტროსადგურებს მაინც გაუძვირდებათ ელექტროენერგიის წარმოება. ამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ არამხოლოდ გავზარდოთ, არამხოლოდ ავითვისოთ, ავაშენოთ ახალი ელექტროსადგურები, არამედ ავაშენოთ ჰიდროელექტროსადგურები, რომელიც ადგილობრივ წყაროს იყენებს და შესაბამისად ის უფრო ნაკლები გავლენის ქვეშ არის ზოგადი მაკროეკონომიკური რხევების. ერთი კითხვაც მინდა დაგისვათ, ბატონ ლევან, რამდენად გვაქვს თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა საქართველოში და რამდენად პასუხობს ის თანამედროვე გამოწვევებს? ეს როგორ არის ეს არ არის, ანუ ახალი ინფრასტრუქტურას ჩვენ ვქმნით, მიმდინარეობს მუდმივად ინფრასტრუქტურის როგორც რემონტი და შენახვა, რომ უკეთეს მდგომარეობაში იყოს, აგრეთვე ახალი ინფრასტრუქტურის კომპონენტების მშენებლობა, მაგალითად 400 კილოვოლტიანი ელექტროგანაცემი ხაზი, რომელიც საქართველოს და თურქეთს აკავშირებს. მეორეს მხრივ ძალიან დიდი პრობლემები არის რეგიონებში გამანაწილებელ ხაზებთან დაკავშირებით და როგორც გამანაწილებელ, ისე გადამცემ ქვესადგურებთან დაკავშირებით, რომელთა საკმაოდ ნაწილი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს ან ხშირად საჭიროებს დამატებით ინვესტიციებს და პრინციპში ისე მდგომარეობაშია, რომ ამორტიზებულია და საერთოდ ახალი არის შესაძლებელი. ამდენად კი ინფრასტრუქტურა გვაქვს, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სათანადო ექსპორტიორი ქვეყანა გავხდეთ და არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ქვეყანაში ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოება სათანადო დონეზე. ანუ თქვენი აზრით შესაძლებელია ხო სწორი ინვესტირების გზით მოხდეს ამ ელექტროენერგიის სწორი მიმართვა, ეფექტიანი გამოყენება და იგივე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, თანამედროვე სტანდარტებამდე აყვანა და შემდეგ უკვე ეს საკმაოდ რთული კითხვაა და რატომ? იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ხარისხს რა მდგომარეობაში არის სისტემა ზომავენ იმის მიხედვით, რა დანაკარგები არის სისტემაში გადაცემის დროს. რაც მცდარი მიდგომაა, იმიტომ რომ შეიძლება დანაკარგები იყოს სტანდარტის ფარგლებში, რაც არის 3-5%-მდე დანაკარგი გადაცემაზე. თუმცა მიუხედავად ამისა, რეალურად იყოს უფრო ხშირი იყოს გათიშვები, ან ძაბვის დაცემა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, საჭირო არის თითოეულ ტერიტორიაზე, თითოეულ რეგიონში ინდივიდუალური მიდგომა, შემოწმება ქვესადგურების სისტემის და მისი განხილვა. ეს არ არის იაფი, ეს აისახება აუცილებლად ტარიფში, უნდა აისახოს აუცილებლად ტარიფში, ანუ არავინ არ იქნება ქველმოქმედი იმისათვის, რომ ჩვენ გაგვირემონტოს რაღაცა, თუმცა ინვესტირება მაინც არის აუცილებელი და გარდაუვალი. დიდი მადლობა ბატონ ლევან. ჩვენ ამით პირველ ბლოკს ვასრულებთ, რეკლამის შემდეგ შემოგვიერთდით და გავაგრძელოთ საუბრები ელექტროენერგიის ტარიფის დაზზე და მის ეკონომიკურ შედეგებზე. პროფესიონალები კომერსანტზე ირაკლი მაკალათიესთან ერთად. ჩვენ დავბრუნდით ეთერში, ვაგრძელებთ თემაზე საუბარს. მოგეხსენებათ მოსახლეობის მხრიდან მზარდი მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე, რადგან ტექნოლოგიური პროგრესის შესაბამისად კიდევ უფრო იზრდება მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე. ამასთანავე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარება. სამომავლო პერსპექტივებში ახალი საწარმოების შექმნა და წარმოების სხვა დარგების ამუშავების შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე. ეს ასეცოცხლოდ აუცილებელიცაა და დღევანდელი ენერგოსისტემა საჭიროებს დამატებით სიმძლავრეებს,
რომლის უზრუნველყოფაც დღეს საქართველოს იმპორტირებული ელექტროენერგიის გარეშე არ შეუძლია და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივით იქნება აუცილებელი გახდეს ახალი ელექტროენერგორესურსების მოზიდვა და ამასთან გვინდა გავხდეთ ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა, რაც თავისთავად ნიშნავს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც საქართველოსთვის. დღეს საქართველოში მოსახლეობა, საზოგადოება ორ ძირითად ნაწილად არის გაყოფილი. თუ რაში შეიძლება იყოს გამოსავალი, ქვეყანაში უნდა აშენდეს მცირე ჰესები, თუ უფრო მნიშვნელოვანია დიდი ჰესის პროექტი, რომელი მათგანი არის ეკონომიკურად მომგებიანი, რომელიც უფრო მეტი უარყოფითი გავლენა ექნება ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ეს აზრი ხშირად მუსირებს, სხვადასხვა აზრი არის საზოგადოებაში, ამიტომ მინდა მომდენო კითხვით გადმოვიდექვა თქვენთან ბატონ ლევან, რომ შევადაროთ მცირე და დიდი ჰესების როგორც უსაფრთხოება, ეკოლოგიური უსაფრთხოება, ასევე მისი ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებაც ვისაუბროთ. პირველ რიგში თქვენ ახსენეთ უკვე, რომ საქართველოში ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მოთხოვნა აუცილებლად გაიზრდება და ეს მართლაც ესეა. ეხლა საქართველოს მოსახლეობაში ერთ სულზე დაახლოებით ვიყენებთ 4-ჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას, ვიდრე იყენებენ განვითარებულ ქვეყნებში. შესაბამისად, მოთხოვნა საქართველოში მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის. წავა, ზოგადად ელექტროენერგიის მოთხოვნა, როგორც წესი, ერთი მიმართულებით მიდის, მხოლოდ ის მიმართულებით. ამიტომაც, რა თქმა უნდა, ათვისება ჩვენი ბუნებრივი რესურსების, წყლის რესურსების არის ძალიან მნიშვნელოვანი. საკითხის დაყენება ისე, რომ მცირე ჰესები ავაშენოთ თუ დიდი ჰესები არის არასწორი და როგორც წესი, ამასთან დაკავშირებით ხდება მოსახლეობის და ზოგადად საზოგადოების შესწავლის შეყვანა, იმიტომ რომ ეს არის სფერო, რომელშიც აუცილებელი არის გათვალისწინება კონკრეტული ადგილის. ჩვენ ვითვისებთ კონკრეტულ ბუნებრივ რესურსს და ეს ბუნებრივი რესურსი უნდა ავიცვისოთ ოპტიმალურად. აქ ეს ჩვეულებრივი ოპტიმიზაციის პრობლემაა და უნდა გადავწყვიტოთ ის და ამის გადაწყვეტა ხდება მხოლოდ მულტიდისციპლინარული ჩარევით. ამაში უნდა მონაწილეობენ კონკრეტული თითოეული ჰესის პროექტის დროს. იქნება ეს მცირე ჰესის თუ დიდი ჰესის მშენებლობისას და დაპროექტებისას. ჩართულები უნდა იყვნენ როგორც ინჟინრები, ასევე ეკონომისტები, გეოგრაფები, გეოლოგები, რომლებიც შეისწავლიან კონკრეტულ ადგილს, გააკეთებენ თავიანთ დასკვნებს და ამის შესაბამისად მიიღებენ გადაწყვეტილებას აქ მშენებლობა დიდი ჰესის უფრო სწორია თუ მცირე ჰესის, დიდი ჰესის უფრო მომგებიანია თუ მცირე ჰესის. თუ კონკრეტულ ადგილას, რაც ჰიპოთეტური ადგილი რო წარმოვიდგინოთ, ხედავთ რომ ჰესის მშენებლობა არ არის მომგებიანი, ერთი იქ ინვესტორი არ შემოვა და ორი თუ ინვესტორი არ შემოდის, ესე იგი ის ადგილი არ არის შესაბამისი ჰესის მშენებლობისათვის. ამდენად აუცილებელია რომ გავითვალისწინოთ კონკრეტულ ადგილას უნდა ავირჩიოთ კონკრეტული მიდგომით უნდა მივუდგეთ და უნდა ავითვალისწინოთ ან დიდი ჰესი ავაშენოთ ან მცირე რო წარმოვიდგინოთ ენგურის დინარე ენგურზე იქ სადაც აშენებული არის ენგურ ჰესი წარმოუდგენელია რომ აშენდეს მცირე ჰესი მაგალითად 10 მეგავატიანი 15 მეგავატიანი იქ უნდა იყოს ის რაც დგას ეხლა და რაც უკვე პრინციპში კულტურის მემკვიდრეობა. ამიტომაც ან წარმოუდგენელია ახლა დავუშვათ ცხენისწყლის ხეობაში, სათავეში რაღაცა დიდი ჰესის მშენებლობა. ამიტომაც ასეთი გაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ჩვენ პირად საუბარშიც ვისაუბრეთ ეკოლოგიური ზიანის მიყენების მხრივ, როგორც დიდი ჰესი, ასე მცირე ჰესებიც ეკოლოგიურ ზიანს აყენებს გარემოს. აქ არის ესეთი საკითხი. ეკოლოგიურ ზიანს რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურს და ზოგადად დატბორვას და წყლის დაგუბებას აქვს როგორც ეკოლოგიისათვის დადებითი აგრეთვე უარყოფითი გავლენა. შესაბამისად, როდესაც ხდება მომგებიანობა დანახარჯის ანალიზი კონკრეტული პროექტის, იქ უნდა გათვალისწინებული იყოს რა დადებითი გავლენას ახდენს ეკოლოგიას და რა აუღებს. ასე ცალსახად რომ მხოლოდ უარყოფითია, ასე არ არის. ეხლა რაც შეეხება მცირე და დიდი ჰესის ეკოლოგიურ გავლენაზე, მცირესი უფრო დიდია თუ დიდის. ეს კონკრეტული პროექტიდან გამომდინარეობს ისევ რა თქმა უნდა, თუმცა
როდესაც საუბრობთ ეკოლოგიურ ზიანზე, ზოგადად ადამიანის საქმიანობის ნებისმიერი საქმიანობა იწვევს ეკოლოგიურ ზიანს. დაწყებული სახლის და საკუთარი სახლის მშენებლობიდან თუ მრავალბინიანი სახლის მშენებლობიდან დამთავრებული ყოველ საღამოს ალბათ ნაგვის გადაღრით ურნაში. გასაგებია. ბატონო მათე, მომდენო კითხვით თქვენთან გადმოვალთ. ეკონომიკის მხრივ მინდა დაგისვათ შემდეგი კითხვა. ჩვენ მოკლედ მოვიხილეთ ელექტროენერგიის გაძვრების შედეგად მიღებული უარყოფითი ფაქტორები ეკონომიკაში და კონკრეტულად თქვენი აზრით გვაინტერესებს, რამდენად გამოიწვევს ელექტროენერგიის ტარიფის და საერთო ფასების დაზე ქვეყანაში. ბუნებრივია გამოიწვევს, მაგრამ მე ძალიან არ მომწონს ხოლმე, როდესაც მხოლოდ ერთი მხრიდან უყურებს ხოლმე მოვლენებს, თითქოს აი რა თქმა უნდა ზარალდება ამ შემთხვევაში მომხმარებელი და აი სოციალურად ეს ცოტა მძიმე თემაა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არ შევხედოთ თავშოთ იგივე მწარმოებლების მდგომარეობას, ხო? ტარიფის ზრდა ეს არ არის რაღაცა ისეთი მოვლენა, რაც შეიძლება ვიღაცამ მუდმივად მოახდინოს მისი სუბსიდირება. ეს არის შეცდომა და თუმცა შორის წინასაარჩევნოდ გაისმა არა მარტო ეხლა, არამედ წინა არჩევნების დროს, რომ ტარიფი იქნება ამდენი და ამდენი. რა იცი შენ, ხო? ანუ როგორ შეიძლება ეკონომიკაში რა ცვლილებები მოხდება, როგორ შეიძლება ვიღაცამ წინასწარ თქვას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ტარიფი იქნება მუდმივად ამდენი. ანუ ეს თვითონ პოლიტიკოსების ბრალი ამ შემთხვევაში მოსახლეობა დაარწმუნეს, რომ ტარიფი იქნება რაღაც მომენტში შენარჩუნებული და დღეს უკვე ეს ვერ ხერხდება. თუმცა საუბარშიც მე მგონი ასეთი რაღაც გაისმა, რომ ტარიფის ზრდა მართალია ჩვენთვის ცუდია, ჩემთვის მაგალითად, თქვენთვის მაგრამ ზოგადად დარგისთვის ცუდია, ეს არის კარგი, ხო? უფრო მეცაც გეტყვით, ეს არის სასიცოცხლო და აუცილებელი. სადაც მაღალია ზოგადად ტარიფები და მეტი შემოსავლებია, ხო, იქ უკეთესია იგივე თქო გაყვანილობა, თუ რაც ჭირდება ზოგადად აი ამ დარგს. ამიტომ მე მინდა რომ ამ კუთხითაც შევხედოთ, თუმცა ეხლა ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა რომ არ არის კარგი, ეს ალბათ არავისთვის საიდუმლო აღარ არის. ამიტომ ეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ ხელთ არსებული აქტივები ლარის სახით ყოველდღურად სადღაც მიფრინავს. ამაზე გქონდა საუბარი, იმიტომ რომ ლარი გინდქონია და გინდა რა, იმიტომ რომ ნებისმიერი სერიოზული გარიგება ყოველთვის დოლარზე გადაანგარიშებით ხდება ქვეყანაში. გადით და იყიდეთ თუ თუნდაც ავტომობილი ლარზე გადაანგარიშებით, ძალიან საინტერესოა მოახერხეთ თუ არა, ალბათ არა. და ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მომხმარებელი არის შეწუხებული ბუნებრივია. და გამოთქვამს თავის აღშფოთებას. მაგრამ მედალს მეორე მხარე აქვს ამ შემთხვევაში. და სამწუხაროდ პოლიტიკოსების დამსახურებაა ის, რომ დღეს ასეთ ძიმედ დგას ეს საკითხი. არ უნდა შეპირდე იმას, რასაც ვერ გააკეთეთ. და ბუნებაში არ არსებობს ეგეთი რაღაცა, რომ წინასწარ თქვა და მით უმეტეს, როდესაც სურს უკან დგას საქართველოს ბიუჯეტი და არა შტატების ბიუჯეტი, რომელიც დააფინანსებს თავშოთ რაღაცას. გეთახმებით, რა თქმა უნდა, ასეთი სფერო, როგორც ენერგეტიკა, ძნელია პროგნოზირების გაკეთება. იგივე სოციალურ თემატიკასაც შეეხეთ, იგივე ვარიანტი გათამაშდა სომხეთშიც, სადაც ეროვნული ვალუტის დრამის დოლართან მიმართებაში გაუფასურების შედეგად მთავრობამ განაცხადა, რომ ტარიფები უნდა გაიზარდოს. იქ კიდევ უფრო უარესად ყოფილა მდგომარეობა, როგორც გამოჩნდა და აქ ისე და ისე პრობლემა რა არის, რომ აი როგორც რიგითი მომხმარებელი თქვა, იგივე მე ხო, როდესაც მივდივარ რაღაც დაწესებულებაში, თქვა ჯიხური რასაც ქვია და რომ ვიყიდე, თუნდაც აი ეს აწერ-კალამი, რომელიც ხელთ მიჭირავს, მე ვკითხულობ მის ფასს მხოლოდ, ხო? ანუ გადავიხადე, ავიღე და ამის იქით რა ხდება, ანუ მწარმოებელმა როგორ მოიტანა ეს ჩემამდე, მე არ ვიცი, ხო? და არც ვინტერესდები პრინციპში. თავარია ჩემთვის ფასი. დაახლოებით ეგეთი მდგომარეობა არის, აქ ხო ხა წარმოებელმა რა კრედიტი აიღო, რა ვალებს მსახურება, ეს არ ვიცი. შიგნით რა ხდება, ხა მე არ ვიცი ენერგეტიკის სფეროში რა ხდება და ნუ ეხლა კიდევ ერთხელ მეორე ტარიფის ზრდა ჩვენთვის ცუდია, მაგრამ დარგისთვის არის კარგი ამ შემთხვევაში. და ეხლა მე იმისაც არ მჯერა, რომ სუპერ მოგებაა, არ ვიცი სპეციალისტი არ ვარ, ალბათ თქვენ უფრო მეტად იცით, სუპერ მოგებაა ამ დარგში, მე ამის არ მჯერა. სად ჩანს ეს მოგება? რამდენი სიხდენ გადასახადის მოგების სახე? ჩანს ეს ყველაფერი? ასეა? არ ვიცი და წამგებიანი დარგი, წამგებიანი დარგები თქვენ აგრეთვე ეკონომისტი ხართ და კარგად ხედავთ. მე უბრალოდ ეკონომიკური პრინციპი ანუ წამგებიანი დარგიდან ინვესტორი არ მოდის. მიუხედავად მის ინტერესებზე რა შეიძლება ვთქვათ, მაშინ ინვესტორი არ მოდის, ხო? გარდა ამისა, წამგები, ანუ ეს ისეთი დარგია, რომ მას ყავს მარეგულირებელი, ყავს დისტრიბუტორი, ანუ თითოეულს ყავს მარეგულირებელი და ეს მარეგულირებელი აწესებს ისე, რომ ითვალისწინებს მათ მდგომარეობას. ხშირ
შემთხვევაში მასზე არის ძალიან დიდი სოციალური ანუ გავლენა იმისი, რომ ისინი სოციალურ საკითხებსაც ითვალისწინებენ, რომლებსაც პრინციპში არ უნდა ითვალისწინებდნენ ობიექტურობისთვის და ამის მიხედვით სვავენ შემდეგ მაგალითად გამანაწილებელი ქსელის მოგებას ან თუნდაც მცირე ან თუნდაც სხვადასხვა ჰესების. არის დერეგულირებული ნაწილი წარმოების ელექტროენერგიის წარმოების ჰესებში, რომლებიც კონკრეტულ შეთანხმებებს ახდენენ შემდგომ როგორც გამანაწილებელ ქსელთან ისე ესკოსთან და შემდეგ ჩვეულებრივი საბაზრო მექანიზმი მუშაობს აქ, თუმცა ზემოგება და ვიღაცა წარმოუდგენლად მდიდრდებოდეს ეს საქართველოს ეკონომიკა იმდენად მცირეა, რომ ამის შესაძლებლობას უბრალოდ არ იძლევა. მე შეიძლება ერთ კომენტარზე ავაგეთო კიდე თქვენ რო არ გამოვიჩეს საუბრის დროს არ მომეწონა, კარგად აღნიშნეთ, ანუ ზოგადად შეიძლება მთელ რიგ შემთხვევებში თქვა ამათო იმ ჰესის მშენებლობა მით უმეტეს დიდი ჰესების მშენებლობა არ იყოს სასურველი ეკოლოგიისთვის, ეს ფაქტია, ხო? ამას ძალიან ბევრი ამბობს, მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ ანუ იგივე ის რესურსები რაც გვაქვს, წიაღი, ხო, თუნდაც იგივე ტყის რესურსი ახსენეთ. ძალიან მნიშვნელოვანი ამ რესურსების ათვისება, ხო? ერთგვარად ჩამონაცვლებელი არის ამ შემთხვევაში მთელი რიგი წიაღისეული. და ამ თემაზეც პრინციპში ალბათ თავრობა კარგი იქნება თუ გააქტიურდება და ნაკლები პრობლემები იქნება იგივე თქვათ ეკოლოგიასთან მიმართებაში. ტყე მაგალითად, ხე-ტყის არ არის რაღაცა სიწმინდე, არის ჩვეულებრივი განახლებადი რესურსი, ხო? თუნდაც იგივე წიაღი ქვანახშირი, რომელიც ბლომად გვაქვს და ალბათ აუცილებელია ამ მიმართულებითაც მუშაობა. კი ბატონო, ამ თემატიკასთან დაკავშირებით კითხვას დავუსვამ ბატონ ლევანს. გარემოს შემსწავლმა ჯგუფმა ასეთი კომპანია არსებობს Greenpeace, რომლის კვლევის მიხედვითაც აწლავის მიწურულს მზისა და სახმელეთო ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია განახლებული ბირთვულ სადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიასთან იქნება კონკურენციაში და აღნიშნულა დაკავშირებით კიდევ 2013 წელს კანადის მაგალითს მოვიყვანთ, რეკორდული სიმძლავრის ქარის ტურბინები დაამონტაჟა. ამ მხრივ საქართველოს რა პოტენციალი გააჩნია როგორც ქარის, ასევე მზის ენერგიის ეფექტიანად გამოყენებისთვის, ისე რომ თქვათ არ გაისახოს ძვირად ტარიფებზე და რამდენად მომგებიანი იქნება ეს ქვეყნისთვის. ზოგადად განახლებადი ენერგია არის ძალიან დიდი იმედის მომცემია იმ საკითხებში, რაც ეხება კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას. და ნუ რა თქმა უნდა ქარის ენერგია და მზის ენერგია ეს პრინციპში არის მომავალი ისევე როგორც ჰიდროენერგია, იმიტომ რომ ესეც განახლებადია, ესეც უბდა. არ შეიძლება ვთქვათ, რომ რომელიმეს ამ სამიდან გავლენა არ აქვს ეკოლოგიას, სამივეს აქვს. ამაში ყველას დავაშვიდებ. თუმცა მათი გავლენა არის განსხვავებული, თუმცა ყველა არის განახლებადი და არც ერთი მათგანი, რაც ყველაზე დიდი პრობლემა არის, არ გამოყოფს CO2-ს. ან ძალიან მცირე რაოდენობით CO2-ს გამოყოფს, ისე რომ არ ქმნის პრობლემებს ნახშირორჟანგის გამოყოფის კუთხით და გლობალური დათბობის კუთხით. ეხლა რაც შეეხება ქარის ენერგიას და მზის ენერგიას საქართველოში. ამ კვლევაში რაც თქვენ ახსენეთ, არის ორი ტიპის ქარის სადგურები. ერთი არის რაც არის მიწაზე და მეორე არის ოკეანეში ან ზღვაში. ჩვენ იმდენად რამდენადაც ზღვა საკმაოდ მცირე გვაქვს და ისიც ანუ არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დავუშვათ დიდი სადგურები ავაშენოთ ზღვაში, ჩვენ შეგვიძლია მიწაზე ავაშენოთ და არის ამისათვის რამოდენიმე კონკრეტული ტერიტორია ქარის სადგურების აშენებად, თუმცა ქარის ელექტროენერგიას აქვს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, ის ან ძალიან ცოტა ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ან ძალიან ბევრს. რაც გამანაწილებელი ქსელისთვის, უბრალოდ გადამცემი ქსელისთვის, ქმნის ხშირად გადატვირთვის პრობლემას და ეს საკმაოდ რთულად სამართავი ტექნოლოგიაა. მზის ენერგიას რაც შეეხება, მზის ენერგია აგრეთვე ძალიან პერსპექტიულია, თუმცა საქართველოში მზის ენერგიის სფერო ემბრიონულ მდგომარეობაშიც კი არ არის. ამჟამად ქარის ელექტროსადგური ერთი შენდება გორთან, მზის ენერგიაზე არაფერი ფაქტიურად არ ხდება. და ამის ერთ-ერთი მიზეზი მათ შორის არის ის, რომ სამწუხაროდ საქართველოში მზის ენერგია არის ძვირი. ჩვენ პოტენციალი გვაქვს, საშუალო ევროპულ პოტენციალზე ცოტა უფრო მეტი გვაქვს, თუმცა გამომუშავებული ელექტროენერგია დაახლოებით ორჯერ ძვირია იმაზე, რასაც ჩვენ ქსელისგან ვყიდულობთ ამჟამად. აქედან გამომდინარე, სახლის დონეზე, სახლში რო დაამონტაჟოს ისე როგორც დავუშვათ ევროპაში ეხლა ხშირად არის და ამის ძალიან წამახალისებელი პოლიტიკა არსებობს, როგორც ამერიკაში არის, ამის პოტენციალი ამჟამად არის ძალიან მცირე
ამის დახმარება შეიძლება ერთადერთი გადასახადების შემცირებით ამ სფეროსთვის. სხვა ის რომ დავუშვათ ჩვენ შემოვიღოთ feed-in ტარიფები როგორც ევროპაშია, ტარიფით დავეხმაროთ ან სუბსიდია მივცეთ, ის საქართველოს ბიუჯეტს იმდენი დაუჯდება, რომ არ ღირს. ეხლა არის მზის ენერგიის და ქარის ენერგიის არარსებული მდგომარეობიდან ემბრიონულ მდგომარეობაში შექმნის დრო. რაც შეეხება ჰიდროენერგეტიკას, აქ უნდა ყველანი დავდგეთ და შევუტიოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს ესების რაოდენობა საქართველოში და რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს ეს სექტორი. გეტყვით ბატონ ლევან, მე მინდა ბატონი მათ ეს აზრი განვორცო, რომ თქვა როგორც თქვით, ფასის და არ არის კატასტროფა და არ უნდა მივიჩნიოთ, რა თქმა უნდა, ფასის და გამოიწვევს ამ დარგის განვითარებას, ინფრასტრუქტურულ განვითარებას და უფრო მაღალი ხარისხის შემოთავაზებას მოსახლეობისთვის, მაგრამ ამავდროულად მოსახლეობის მყიდველობით უნარიანობა თან უნდა სდევდეს ამ ტარიფების გადახდის უნარიანობასაც. მე მინდა ერთი მომდენო კითხვა დაგისვათ ბატონო მათე, რაც შეეხება სუბსიდირების საკითხს. ჩვენ ვიცით, რომ სუბსიდირება ხდება სოციალურ დაუცველი ოჯახებისთვის, მათ ვისაც ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქოლა ერიცხება 70,000-ზე ნაკლები ტარიფის ზრდის შედეგად გამოწვეულ დამატებით თანხების სუბსიდირებას ახდენს სახელმწიფო. ამ კუთხით თქვენი აზრი გვაინტერესებს, რამდენად უყურებთ ამას ეკონომიკურად ეფექტიანს ან რამდენად არის ის გათვლილი სოციალურ ფენას. ბატონო, ახლა ეკონომიკურ ეფექტიანობასაც შეეხება, ალბათ ჩემი პასუხი წინასწარ იცით, ხო, რომელ ეფექტიანობაზეა საერთოდ საუბარი. ეს ის შემთხვევა, როდესაც მთავრობას პრინციპში ალბათ ჰქონდა ცდუნება და სურვილი იმისა, რომ საერთოდ მოეხდინა სუბსიდირება, მაგრამ ამას ბიუჯეტი არ ეყოდა. რასაც ყოფნის, ეს არის ალბათ რაღაცა ნაწილი საზოგადოების, ხო? სოციალურად დაუცველია თუ ასე ვთქვათ, ნიშნითაც ხდება მათი განცალკევება. საბოლოო ანგარიში მაინც ეს არის ეკონომიკურად გაუმართლებელი. ვერც ერთი ეკონომისტი ვერ ეტყვის, რომ ეს არის კარგი. ეხლა რას ნიშნავს სუბსიდირება? ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან რაღაცას მოაკლდა ეს თანხა და გადმოვიდა აქეთ, ხო? და რატომ მაინც და მაინც ვინ ამტკიცებს იმას, რომ აქ ამ თანხის გადმოტანა არის ყველაზე ეფექტიანი? არავითარ შემთხვევაში ეს არის ისევ და ისევ მძიმე სოციალური ვითარების შედეგად განპირობებული რაღაცა პოლიტიკის მსგავსი, მაგრამ მთავარი მაინც აქ არის ისევ და ისევ ეკონომიკა, ხო, ეკონომიკის ზრდა. ეხლა ჩვენი შემოსავლები რო იყოს, ვთქვათ, ისეთი მიახლოებული, როგორც არის, ვთქვათ, აი დანიის მოსახლეობის შემოსავლები, დამიჯერეთ, რომ ალბათ ეს ტარიფი იქნებოდა, საერთოდ არ იქნებოდა მისი ზრდა განხილვის თემა, ალბათ უფრო დაბალი იქნებოდა, ვიდრე ამჟამად აქვს დანიაში. ეს კი ბატონო, ეს ცხადია ბუნებრივია, მაგრამ აი უბრალოდ შეიძლება არც კი მიექცია ყურადღება საზოგადოებას. ამაში თანხდებით, ხო? ანუ აქ მაინც ეკონომიკური განვითარება არის მთავარი, რასაც ჩვენ საკმაოდ არც სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს მინდა გითხრათ და როდესაც ჩვენი ეკონომიკური ზრდა დღეს ჩამორჩება ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკურ ზრდას პროცენტულად, აი აქ უკვე ძალიან მძიმე ვითარებასთან გვაქვს საქმე. ეხლა ამ კუთხით კიდევ ერთი აზრი მაინტერესებს. რამდენად იმოქმედებს გაძირებული ტარიფები იგივე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, რა კუთხით, იმ კუთხით, რამდენად ეფექტიანად გააგრძებენ საწარმოები მუშაობას? ნუ ბუნებრივია, ახლა ვინც თქვათ ელექტროენერგიას იყენებდა და ალბათ ძალიან ბევრი მეწარმე უმეტესობა იყენებს ელექტროენერგიას თავის წარმოებაში და როდესაც გაიზრდება აქ ხარჯები, რა თქმა უნდა, ის დაიზრდება მისი ზოგადი ხარჯები და ბუნებრივია ეს აესახება პროდუქციის ფასზე. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს ალბათ კიდევ უფრო დაძაბავს სოციალურ მდგომარეობას, მაგრამ ამას ვერ გაიქცევს რომ ძილოდეს, ხო? ხა იქ ფასები დაიჭირო რაღაციდან, ეს საერთოდ გამორიცხული თემაა ბუნებრივია. ამიტომ ეს ჩვეულებრივად ჯაჭვურ რეაქციას ეკონომიკაში გამოიწვევს. შეიძლება ეს იყოს არასასურველი გაიზარდოს ფასები, მაგრამ ნუ რას ვიზამთ ამას ამის წინააღმდეგ წამალი, ესეთი რომ ვიღაცამ თქვას და სხვანაირად არ მოხდეს, არ არსებობს. ანუ თქვენი აზრით უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს მივიღებთ? დიახ, უარყოფით სასახად ვერ ვიტყვით, მაგრამ ცოტა რთულია ამის თქმა, ბუნებრივია, აი სოციალურად ეს არის მიუღებელი ხალხისთვის, მაგრამ ნუ ეხლა ეკონომიკურ ზრდა ძალიან ბევრი სხვა ფაქტორზე არის დამოკიდებული, არ არის მხოლოდ რა თქმა უნდა ენერგეტიკის ტარიფებზე დამოკიდებული ეს ხალხია. კარგი, ჩვენ რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. პროფესიონალები კომერსანტზე ირაკლი მაკალათიესთან ერთად. ჩვენ ბრუნდებით სტუდიაში. ახლა ვსაუბრობთ ენერგეტიკაზე, ენერგეტიკის სფეროზე, შეუძლებელია არ ვახსენოთ აქტუალური თემა საქართველოსთვის, Hudon Hess-ის პროექტი. ბატონო ლევან, თქვენთან მექნება კითხვა, თუ რას ფიქრობთ საერთოდ Hudon Hess-ის პროექტზე, ამ პროექტის სოციალურ-ეკონომიკურ შეფასება რომ მოახდინოთ და ასევე ეკოლოგიური შეფასება.
რამდენად გამართლებული ამ პროექტის წამოწყება ქვეყნისთვის და რამდენად მომგებიანი იქნება ის ქვეყნისთვის. ну თვითონ ჰუდოჰეს პროექტი აქ როგორი საკითხია ეს პროექტი არის დაწყებული და ამაზე არის გარკვეული ნაბიჯები გადადგმული ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის დროს ანუ იქ არის რაღაცა ეკოლოგიური სამშენებლო ჩარევა გაკეთებული უკვე და არის ორი გზა ან უნდა მოხდეს კონსერვირება ამ პროექტის და საერთოდ არაფრის აშენება და ამ შემთხვევაში იქნება ყველაფერი ისე როგორც არის ანუ ტყე გაიჩეხება, როგორც იჩეხებოდა მანამდე და ჩვეულებრივად ხალხი იცხოვრებს როგორც ცხოვრობდა. ან ეს პროექტი უნდა განხორციელდეს და უნდა მოხდეს ხაიში მცხოვრები მოსახლეობის გადასახლება სხვა ტერიტორიაზე. რასაც ინვესტორები თავაზობენ ახალი სოფლის მშენებლობას ახლო მდებარე რეგიონში როგორც ამბობენ საკმაოდ მაღალი ხარისხის. აგრეთვე თავაზობენ ინვესტორები იმას, რომ იქ არის სასაფლაო, რომლის გარდაცვლილების გადასვენებას სხვა ტერიტორიაზე. პირადად ახლა როგორც ადამიანურად ამ საკითხს შეხედავთ, ჩემთან ვიღაც რომ მოვიდეს და მითხრას რომ სახლი დატოვე და გადადე, ჩემთვის იქნება რთული. იმიტომ რომ თითოეულ სახლისთვის ახლა თითოეულ ოჯახს აქვს რაღაცა კონკრეტული რაღაცა მელანქოლიური სენტიმენტები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა თელიანი საქართველოსთვის რო ვისაუბროთ, როგორც ქვეყნისთვის, ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასეთი მასშტაბის პროექტი საქართველოში სავარაუდოდ აღარ განხორციელდება. ამ სიდიდის ინვესტიცია საქართველოში არ განხორციელებულა, აღარ განხორციელებულა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის შემდეგ. ეს არის 1.2 მილიარდი საბოლოოდ რაც იყო საინფორმაცია ამ პროექტთან დაკავშირებით. ეს არის უზარმაზარი ინვესტიცია, რომელიც ქვეყანას წაადგება ყველანაირად, როგორც მაკროეკონომიკური კუთხით, ისე დასაქმებით პროფესიონალების გაზრდის კუთხით. ეს არ იქნება ეს წლიანი პროექტი, რა თქმა უნდა, ამის მშენებლობა სჭირდება მინიმუმ 6-7 წელი. აქედან გამომდინარე, ეს არის პროექტი, რომელიც ერთის მხრივ არის ადამიანურად შეიძლება რთული იყოს განხორციელება, იმიტომ რომ ხალხი უნდა გადაასახლო და სოფელი უნდა დატბორო, თუმცა ხო, ეს რთულია, თუმცა ქვეყნისათვის, რა თქმა უნდა, ქვეყნისათვის და ქართული ელექტროენერგეტიკისთვის და ენერგეტიკული სისტემისთვის ეს არის უნიშნულოვანესი პროექტი და აუცილებელი პროექტი იმისათვის, რომ საქართველოს კონდეს შეგეკითხოთ პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ, ბევრი მოსაზრება რომ სოფელი ხაიში ფაქტურად ცენტრს წარმოადგენს გზაგასაყარზე ჭუბერსა და მესტიისკენ და არის ტერიტორია, რომელიც ესაზღვრება კონფლიქტურ ზონას, აფხაზეთსა და კოდორის ხეობას და მე მაინტერესებს ამ პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ რამდენად ვიზა შეწონილი იქნება ამ პროექტის განხორციელება. მე მიმაჩნია რომ პოლიტიკური სტაბილურობის, ანუ საქართველოს ზოგადად ესაზღვრება ძალიან აგრესიულ მტერს, რომელსაც ნებისმიერი წერტილამდე საქართველოს შეუძლია მიაღწიოს უმოკლეს დროში. გინდათ სამხრეთიდან შემოვიდეს, გინდათ ჩრდილოეთიდან და ნებისმიერი მიმართულებიდან პრინციპში ეხლა უკვე რაც ღირიმის ანექსია მოახდინეს. ამის მაგალითები რომ ასეთ სიახლოვეს იყოს ჰიდროპროექტი უკვე გვაქვს. მაგალითად ყაზბეგში მშენებარე რამოდენიმე ჰესი თერგზე აგრეთვე თვითონ ენგურჰესი არის ზუსტად საზღვარზე და საერთოდ მისი სამართავი პუნქტი არის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე ასეთი პროექტის განხორციელების მაგალითი გვაქვს, ამაში თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს, ისე რომ ამას მე არ აღვიქვავ განსაკუთრებულ პრობლემად. თუ ვიღაცას მოუნდა ქვეყნის ანექსია, ამას ისეც მოახერხებს და ასეც მოახერხებს. დიახ. და ბოლო კითხვით მინდა გადმოვიდე ბატონ მათესთან ინვესტიციების მხრივ, რამდენად მიზანშეწონად მიიჩნევთ ამ დარგში ინვესტიციების განხორციელებას, რამდენად სასიცოცხლო დარგისთვის. ქვეყნისთვის მომგებიანი არის, მიუხედავად იმისა, უცხოური იქნება თუ ადგილობრივი ინვესტიცია, ასე ვთქვათ. მოგებაზე უარს
ვამბობ თუმცა ხაიში ხდება ხო ან კუთხითაც უნდა შევხედოთ რა შეიძლება მართლა აქედან ვიდეო მე რა თქმა უნდა ეს ენერგეტიკა მნიშვნელოვანია მაგრამ თუმცა ის რომ ეს რო არა შემეს ისე ჩვენ ვიღავთ ბატეთ მაგრამ მე პირადად ვერ დაუჭერ მხარს მაშინ როდესაც ქვეყანაში არსებული წიაღის უზარმაზარი მოცულობა არის აბსოლუტურად აუთვისებელი. ამიტომ მხოლოდ ახლა ეს გადაგვარჩენს ამოსაზრებაზე მაბატეთ მაგრამ მე ამოსაზრებაზე არ ვარ. დიახ და ბოლო კომენტარის სახით მეც ჩავერთვები ინვესტიციების მხრივ უცხოური პირდაპირ ინვესტიციები მოსაზიდია ქვეყანაში ეს განაპირობებს კიდევაც ეკონომიკის დარგის განვითარებას. მცირე სტატისტიკასაც გეტყვით რომ 2015 წლის მეორე კვარტალში ინვესტიციებმა მთლიან ეკონომიკის დარგებში შეადგინა 3% ამ დარგში, 2010 წელს იყო 2.7%, 2013-2014 წლებში უკვე სერიოზული ინვესტიციები ჩაეტო, ეს არის 25.9% 2013 წელს და 2014 წელს 10.8% და იმედს გამოთქვა რომ ამ დარგის განვითარება გაგრძელდება და გაგრძელდება ის რომ ეფექტიანი იყოს როგორც ეკონომიკურად, ასევე სოციალური კუთხით. მე ამით დავამთავრებ გადაცემას. გადაცემა პროფესიონალები დღეს ამით სრულდება. ხვალ ამ პროექტის მორიგი გადაცემა გელოდებათ სხვა წამყვანთან, სხვა სტუმრებთან ერთად. მე მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ. პროფესიონალები კომერსანტზე ირაკლი მაკალათიესთან ერთად